ეს უკვე მე-13 დღეა მშობლები ვაგრძელებ უწყოთ პროტესტს, დედები მოდიან აქ წვიმაში, ქარში, სიცივეში ათევენ ღამეს იმედო ვინმე შეხვდება. თუმცა დღემდე არავინ არ მოსულა, ჩვენთან არავინ არ შეხვედრია კანცელარიის წინ. სამუშაო საათებში, სხვა პერიოდში ძალიან კარგად ამჩნევს ყველა ამ მშობლებს, მაგრამ არავინ არ მოდის აქ ჩვენთან და არავინ არ გვეკითხება თუ რატომ არიან მშობლები აქ. ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის გამოშლა და დავწმუნდით საბოლოოდ რომ ეს არის დაპირისპირებული მხარე მშობლებთან, ბავშვებთან, მხარდამჭერებთან და ის არ უსმენს ბავშვებს. მას აქვს თავისი დაუსაბუთებელი პოზიცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მკურნალობასთან მიმართებაში. ბუნებრივია და სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ გვისმენს ჩვენ ჯანდაცვის მინისტრი, არ გვისმენს ხელისუფლება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, გავაგრძელებთ ბოლომდე სანამ არ იქნება მიღწეული მიზანი, რადგანაც ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ დაავადება ჩვენს ქვეყანაში იყოს მკვლელი, მაშინ როდესაც აღარ არის მკვლელი ეს დაავადება, არსებობს მედიკამენტები, არაერთი მედიკამენტი და არაერთ ქვეყანაში ზეიმობენ ამ დაავადების დამარცხებას. What is the